ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატი, რომელსაც რეჟიმმა შვილი დაუჭირა, დუმილს ინარჩუნებს. ოთარ ჩდილელი ამ დრომდე არ გამოხმაურებია მისი შვილის დაკავების ფაქტს. ანუკი ჩდილელი ერთ-ერთია მათგან, ვინც საპროტესტო აქციაზე აიყვანეს. ის მეორე დღეა რეჟიმის პროპაგანდისტების სამიზნეა. ის მეორე დღეა, როგორც უკვე გითხარით, რეჟიმის პროპაგანდისტების სამიზნეა. ჯამში 23 აქტივისტია დაპატიმრებული. რეჟიმს ისინი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში ყავს გამოკეტილი. დაკავებულებს პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმანხული გნობას ედავებიან. რეპრესიების ახალი ტალღა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ თემაზე ჩემი კოლეგა ლიზი ვეკუა მუშაობს. ის ახლა ფორმულას ეთერს უერთდება. ლიზი, გისმენთ. დიახ, გიორგი, საპროტესტო აქციაზე დაკავებული 23 სამოქალაქო აქტივისტი გადაყვანილია როგორც ზაჰესის, ასევე დიგმის და ახალციხის წინასწარი მოთავსების იზოლატორებში. უფლებადამცველები დაკავების მომენტიდან რამდენიმე საათის განმავლობაში, მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ დაკავებულებს და მათი ეტაპირება რამდენიმე იზოლატორში მოხდა. 23 სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს საპროტესტო აქციაზე შოთა რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე და სწორედ ამ დაკავების ფონზე მათ ედავებიან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და ასევე წვრილმანხული გნობას, ანუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173 და 176 მუხლებს. ჩვენ ვესაუბრეთ უფლებადამცველებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი საღამოს განმავლობაში იზოლატორებში შედიოდნენ მათ მოსანახულებლად და როგორც უფლებადამცველები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, მათი დაკავება იყო სრულიად უსაფუძვლო, რადგან არ ყოფილა მოწოდებები პოლიციელების მხრიდან, რომ მათ დაეტოვებინათ გზის სავალი ნაწილი, ასევე მათ მიმართ გამოიყენეს პოლიციელებმა არაპროპორციული ძალა. ჩვენ გადავიგეთ კადრები, სადაც ნათლად ჩანს პოლიციელების მხრიდან ქალ აქტივისტებზე ძალადობა და ამ ძალის გამოყენებით მათი მანქანებში ჩასმა. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ასევე კიდევ ერთხელ გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეპრესიული პრაქტიკა და გააშიშლა ქალბატონები შესახლების მომენტში, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს. უფლებადამცველები ამბობენ იმასაც, რომ არც ერთმა დაკავებულმა არ იცოდა თუ რის საფუძველზე იყვნენ დაკავებულები. შემაძრწუნებელი არის ის დაკავების მეთოდები, თუ როგორ აკავებენ საქართველოში ამ ქალებს. მე მოუწოდებ პოლიციელებს ვარც ხვენიათ გოგოებს როგორ აკავებენ, ან კოდექსი წაიკითხონ, ან კონსტიტუცია წაიკითხონ და ამის ფარგლებში მაინც დააკავონ, თუ ვინმეს დაკავება უნდა, ხო? მეორე მხრივ პროკურატურა არის, სადაც ამოძალადე პოლიციელებზე არ იწყებს გამოძიებას და ჩვენ რა ვნახეთ, რომ დღეს იზოლატორში ათეობი ქალები არიან დაკავებულები, ბიჭები არიან დაკავებულები, თავისუფალი ადამიანები, რომლებიც არ უშინდებიან რეჟიმს და ის მანკიერი პრაქტიკა, ხო, ისე გრძელდება იზოლატორებში ქალების გაშიშვლება, გოგოების გაშიშვლება და კანონი მაინც წაიკითხეთ, ხო? ჩვეულებრივად შესაძლებელია ელექტრო ხელსაწყოთი გასინჯო ადამიანი, მით უმეტეს, როდესაც არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა დაკავებული და მაინც აშიშვლებენ და ერთგვარი წამება არის ევროპული სტანდარტები და პროკურატურა კიდე არ იწყებს არასოდეს გამოძიებას და ეს უნდა დამთავრდეს. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები არიან სრულიად უსაფუძვლოდ დაკავებულები. თითოეული მათგანი გამოხატავდა პროტესტს წულუკიანის ეგრეთ წოდებული ღალატის კომისიის რაღაც დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც არის პირდაპირ სამშობლოს დადანაშაულება რუსული პროპაგანდის შესაბამისად. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები იქნებიან ან გადმოყვანილნი სასამართლოში, ან არაუგვიანოს 48 საათისა მოხდება მათი განთავისუფლება. ყველა მათგანი არის უზრუნველყოფილი ადვოკატით და ვართ სრულად ჩართული ამ პროცესებში. 23 დაკავებული ადამიანისგან უმეტესობა არის ქალი და ერთ-ერთი არის ანუკი ჩრდილელი, ქართული ოცნების საკრებულოს პროპორციული სიის მეათე წევრის ოთარ ჩრდილელის ქალიშვილი, რომელიც საპროტესტო აქციაზე გუშინ ძალის გამოყენებით დააკავა პოლიციამ და ჩვენ გუშინდელი დღის შემდეგ Facebook-ის საშუალებით ხედავთ მის მიმართ აგორებულ კამპანიას, სადაც მას თითქოს რაღაც ფსიქოლოგიურ პრობლემებზე უმახვილებენ ყურადღებას. როგორც ანუკი ჩრდილელის უფლებადამცველი ამბობს, ისიც სრულიად უსაფუძვლოდ არის დაკავებული. მან არ იცოდა შესახლების მომენტამდე და იზოლატორში ადვოკატის შესვლამდე თუ რატომ და რის საფუძველზე იყო ის დაკავებული. ასევე ჩვენ ვცადეთ ცხადია დავკავშირებოდით ოთარ ჩრდილელსაც, რომელიც ახლა ქართული ოცნების წევრია, თუმცა მან ჩვენ ზარებს არ უპასუხა და ასევე პარლამენტში ჩვენ დავსვით კითხვები ანუკი ჩრდილელსთან დაკავშირებით, თუმცა ქართული ოცნება ამ დრომდე ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. ანუკი საერთოდ არ იცოდა რაზე იყო დაკავებული, იმიტომ რომ არანაირი უბრალოდ მომვარდნენ და დამაკავესო, არანაირი საფუძველი არ ყოფილა დაკავების, საერთოდ საერთოდ გაუგებრობაში იყო და სანამ დროებით მოთავსების იზოლატორში არ მოვინახულე, მანამდე არც იცოდა საერთოდ რა საფუძვლით და რატო იყო დაკავებული. დაინტერესება დაკავების, ანუ განა ის, რომ რაღაც საფრთხის თავიდან ასეთ ცდილებად მომხდარიყო ადამიანების დაკავება, არა, პოლიცია იყო დაინტერესებული, რომ ვინმე დაეკავებინა. იმიტომ რომ იქ არანაირი სამართალდარღვევა არ იყო, არანაირი სამართალდარღვევას არ ჩადიოდნენ.
ახალგაზრდები, ნახეთ ჩვენ რომ პოლიციამ არანაირი სტანდარტი არ დაიცვა და არანაირი სამართლის ფარგლებში არ მოქმედებდა გუშინ პოლიცია. პოლიციის ქმედება იყო არამართლმსმენელი, ძალის გადამეტებით და კანონის საფუძვლებისგან აბსოლუტურად მოკლებული. თქვენ დაწერეთ ოთარ ჩრდილელის შვილზე, მის შესახებ გაავრცელეთ ისეთი სახის ინფორმაცია, როგორიც გაავრცელეთ. ეს პარტიამ დაგავალათ ქალბატონო თამთა თუ თქვენი ინიციატივით იმოქმედეთ ასე. ოთარ ჩრდილელს შეუთანხმეთ მაინც ეს გადაწყვეტილება, როცა ამ პოსტს წერდით. ოთარ ჩრდილელი საქმის კურსში. არანაირ კომენტარს მე თქვენთან სენსიტიური ინფორმაციის გავრცელება მოქალაქეზე. იცით როგორც იურისტმა, რომ არის უფლებების დარღვევა. ქალბატონო თამთა, ეს პარტიის დავალებით გააკეთეთ თუ თქვენი სურვილით იმოქმედეთ ასე. სენსიტიური ინფორმაცია გაავრცელეთ მოქალაქეზე. ეს უფლებების დარღვევა და წესით იურისტს გესმით ამის შესახებ. ადვოკატები ვარაუდებენ, რომ 23-ვე სამოქალაქო აქტივისტს 48 საათს გაატარებინებენ წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ამის შემდეგ ისინი ან უნდა გაანთავისუფლონ, ან გადაიყვანონ თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაინიშნოს სასამართლო პროცესები, სადაც გავიგებთ თუ რა სახის სანქციას დაუწესებენ სამოქალაქო აქტივისტებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2 მუხლის გამო. ესენი არის, როგორც გითხარით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმალი ხურიგნობა.